10 ანალიტიკოსი იყო, ადგილობრივი, აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის მქონე, ყველა არ არის დღესდღეობით. და მათთან ერთად ჩვენ დავამუშავეთ ამ ეტაპისთვის 10 თემა და აგვისტოს ბოლომდე კიდევ 10 თემა გამოქვეყნდება NEO TV G-ზე. ჩვენი უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც წლებია ჩვენთან თანამშრომლობს, ამ შემთხვევაში მხარი დაგვიჭირა იმისთვის, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამ ყველაფრის ფონზე ხელი შეგვეწყო, რომ როგორღაც ადგილობრივ დონეზე დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება გადაგვერჩინა. NEO TV-მ მედია ორგანიზაციებს ანალიტიკური კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც ეხებოდა შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში, თუ როგორ ასრულებს უფლებამოსილების ვადას ადგილობრივი თვითმმართველობა, რა დაპირებები გაიცა 2021 წლის არჩევნებამდე და რა შესრულდა ან არ შესრულდა, ასევე ბიუჯეტის განაწილებას, საჯარო შესყიდვებს და შესაძლო კორუფციულ ნიშნებს, რომელიც სწორედ კვლევის პროცესში გამოიკვეთა. Გამოკვეთეთ დღევანდელ შეხვედრაზე ის კითხვის ნიშნები და ის საეჭვო გარემოებები, რაც ჩვენი კვლევის შედეგად დავინახეთ და მიგნებები გავაცანით საზოგადოებას. შესაბამისად მოვუწოდეთ ასევე გარკვეული შესაბამის სამსახურებს, რომ დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტების მუშაობით, მხოლოდ აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნება არ არის საკმარისი. აქ უკვე საქმე გვაქვს მთელ რიგ დარღვევებთან, სისტემურ პრობლემებთან და საჭირო არის, რომ ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ რა დროც არ უნდა გავიდეს და რომელიც თვითმმართველობაც არ უნდა მუშაობდეს, მუდმივად უნდა იყოს მედია ფხიზლად და აფხიზლებდეს მუნიციპალიტეტსაც, რომ ჩვენ როგორც მაკონტროლებლები თუ სადიხარჯება საბიუჯეტო თანხები მუდმივად უნდა გქონდეთ განცდა, რომ არ გადაუხვიონ გზას. თემა ეხებოდა შეუსრულებელ დაპირებებს და შეუსრულებელ პროექტებს. აქედან გამოვარჩია 2 თემა. ეს არის ატენის სიონთან არსებული ხიდი, ასევე მე-11 სკოლა, რომელიც 2021 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ეს პროექტები შეუსრულებელია და სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ძალიან ბევრი შეუსრულებელი პროექტია, თუნდაც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ იუსტიციის სახლთან გვერდზე არსებული ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო და გასართობი პარკი ბავშვებისთვის და დიდებისთვის, თუმცა იქ ისევ არაფერი არ არის და სამწუხაროდ ნაგავსაყრელად იქცა. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა და მედიის ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის საკითხებს საზოგადოება და მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს მაშინ, როდესაც სწორედ ეს დონეა ის სივრცე, სადაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად ეხება მმართველობის ხარისხი. ამგვარი კვლევებით კი ადამიანები მეტ ინფორმაციას იღებენ საკუთარი თვითმმართველობის საქმიანობაზე. წესით დემოკრატია ჰორიზონტალური უნდა იყოს და არა ვერტიკალური, ხო მაღლიდან არ უნდა მოდიოდეს დაბლა, პირიქით დაბლიდან უნდა იშლებოდეს მთელი მასე და ესე ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, რომ ელემენტარული პრობლემის მოგვარებიდან იწყება გაშლა, მთლიანად პრობლემა. არ ვამბობ, რომ ახლა ის ამბები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო უნდა გადანაწილდეს მოკლედ რა, აი ამის თქმა მინდა, რომ არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არც ის პრობლემები, რაც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში მოქალაქისთვის, ხო, იმიტომ რომ სუფთა წყალი, მაგალითად, წყლის ამბავი გვახსოვს, ხო? კვლევების შედეგებს და იმას თუ როგორ ასრულებს უფლებამოსილების ვადას შიდა ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობა, NEO TV გადაცემა ფაქტის საშუალებითაც აწუდის საზოგადოებას, რომელიც პროექტის ფარგლებში მზადდება.